ვაგრძელე ფულიშონაშ ჯეტია ხუჩი და რასაგრძელება ერთი რას? ერთი წამი ეს რა არის? პიტონი. მეღადა პიანო ოფისში გველი ყავს? ჩემ გოგოებს შოუსის ხო უნდათ? კაი ახლა დროზე წამოგავედით რა. მომკალია დაასრულე რა. რა უნდა მოკლა გოგო შეხوار გაფრინე წამოდი ერთ წამი გამომყევი. აუ, ჩემი ხო იცი რომ თუ გაიგო დავხოცავს ყველას. წამოდი რა, გიჟი ეს უპატრონო. კარგი. წამოდი და ისე საბეჭდილებას დავტოვებ ახლა გარეთ დაცვასთან რომ ვითომ ეს გავიტყუე რა გარეთ რა. გახვედით? დიახ. მოიცადე საქმე? გარეთ გაკეთდება ბიჭო რა გჭირს აქ უნდა მელაპარაკო თუ უთხრა ხა ბოს. უკესროდ. წამო ჟანა. გავედით აქედან რაც შეიძლება მალე. დამიცადე. ამყვა ეხლა ვითომ თამაში გავედით აქედან. ფერარისა წავიდა. ეს რა მანქანა? დაჯი აქ ერთ წამი. წავედი ჩვენ ჟანა, კაი ადგილას მიმყავ ხარ, რომ დაცვამაც ეხლა არაფერი ეჭოს. კარგად ბოს. კარგად, შენ არა გიგვერდები ვითომ არის ის ეხლა ხორ მოსაკლავად მიყავა, კაი, ნეტა მართლა მოსაკლავად მყავდე, მოვიცილებდი ეხლა ამას უსვოდ, მაგრამ მეწოდება. მოკლედ ეხლა აეროპორტში მიმყავ ხარ, ჩარჯდები თვითმფრინავში და მითი ხარ სადაც გინდა იქ. დავსო? არ დაგინდა ხო იცოდი როქით გამოჩდე მეორეჯერ, თორე დაღუპულები ვართ ყველა. მოკლედ ავიყვანთ ეს თუ 10000 ლაიქზე გამოიწერეთ არხი და ვინც წინა ვიდეოს უყურეთ, კარგად გეცოდინებათ რა ხდება ეხლა. და რეკავს თო? ვაიმე? ჩემო ბიჭო ფრანკლინ, გაშვები? ისა საქმეზე ვარ ეხლა გასული რა. რას ქვია ბიჭო საქმეზე? მე საქმეზე არ გაგიშვი? ხო და საქმეზე ვარ გასული იქ და მიხვდა რომ ეხლა ტელეფონზე ვერ ვისაუბრებ ჯერ. კარგი მიდი. ოხ რა ჭკვიანი კაცი ხარ ხედავ შენ? იცოდი რა მე არ მიქარო თორე. ფიქერზე მაგ. უი, კაი. გიჟია ეს კაცი იმენა რა. რატო უნდა მოკლავ ჩემზე რა გითხრა? რა ვიცი მე შენზე ვაფშე შენ უნდა მომეკალო თუ არასოდეს და არ ვიცოდი დავალება უნდა შემესრულები და მაგისთვის რა მეც იმენა გამოიჭერელი ვიყო ორ მაგას პირდაპირ მნიშვნელობით. რა კაცია რა. და შენთან საიდან გაიჭდა შენი ქმარი სად არის? და ჩემი ქმარი მაგან გაასახა. რას ამბობ ავგუსტინმა დაბრიდა მეჯინიბე? კი ავტონიო მეჯინიბე. ხატო ჩემი. და მე ისე რო დავჭდა რაღაცა და მაგისმა ოჯახმა დაიკაცეს ჩემი ქმრის ქონება ისეს ხო ხდები და ისე რო დავჭი მეთქი ფული მასესხე. იმან ფული რაღაცას ხო აგერ მოგცე მამკლობს ჩემზე იმუშავებო და მე რაღაცა ბუღალტერიაში ამერია და შემოკვლა უნდა რა. კაი, ჩამოხდი ახლა აქ და კარგად. დავე გადო დროზე, აგარ დაგვინახონ. ფრანკლინ მოკლედ დიდი მადლობა რა ეხლა კი უნდა ვიყო მე იქი წასული უკვე ჰაერში პირდაპირ რეისით მაგრამ გადარჩი რა აბა შენიც კარგად. კარგად. საით გაიმგზავრები? რა ვიცი მე შორს რა. ამერიკაში მეორეჯერ ჩამოსული აღარ დაგინახო იცოდე. კარგი. ნუ ავგუსტინთან თუ მოვაგვარე მე ჩამოდი. კარგად და დიდი მადლობა და გამოიწერეთ ხალხო ამ კეთილი ადამიანის არხი რა. ჟანა, ესეც ჟანა წავიდა. ეხლა იმას ეგონება რომ ჟანა ყუტარე, მაგრამ იმედი აქვს რამეს არ მიქარავს და წავა ეხლა მართლა უეჭველი თო ქმარი მაგას აღარ აყავს, შვილი მაგას არ ყავს, ნათისავი მაგას არ ყავს და ნუ ჯანდაბას რა წავა მართლა ბოლო და ავგუსტინის შვილი უნდა ვნახოთ ეხლა. ალო. დიახ, გამარჯობათ, მოკლედ გესაუბრეთ რა წეგან და სად შეგხვდეთ? ხო, ფრანკლინი არა? დიახ, ფრანკლინი. კარგი, ერთ-ერთი პარკინგი არის რა და აქ მოდი რა არ მინდა რომ დამინახოს ეხლა სხვა რო თქვენთან ერთად ხო ხდები არა? კარგით, მოვალ 5 წუთში ვიქნები ნებისმიერ ადგილას. კი ბატონო, უბრალოდ ყურადღებით იყავით რომ არავინ არ მოყვით რა. დაბლა შეიძლება ჩემი დაცვა იყოს, მაგრამ გვერდი უნდა აუაროთ. კარგით. ოპა, ძალიან კაი ავგუსტინის შვილს ახლა ვნახავთ, დაველაპარაკებით ყველაფერზე. ავუხსნით როგორი ტიპი არის მამამისი, რა საქმეებში არის, ნუ იმედი მოქვს არის ის, იმიტომ რომ თუ იცის დაგვირხა, იმიტომ რომ ავგუსტინის მტრები ვარ ჩვენს და ალბათ ეგრევე გაგვაგვარებენ და ნუ რისკზე გავდივართ რა. მაგრამ ავგუსტინის შვილი არის ჩვენთვის ერთ-ერთი შანსი რომ ავგუსტინთან რაღაცნაირად მოვაგვაროთ კი არა, ავგუსტინი მოვიშოროთ, რა ვიცი მამამისი როგორ უნდა მოვიშოროთ, მაგრამ ნახოთ რა მოკლედ როგორი გოგოჯერ არ ვიცით და ესეც პარკინგი აქ. ოპა, აი დაცვის მანქანა ეგერ დგას, შევედით აქეთ, ოკეი. ესა ქალბატონო, სად ხარ? შემოვედი პარკინგზე. ბოლო სართულზე. კარგით. წავედით ბოლო სართულზე, მაგრამ იმ დაცვამ იმედი მოქვს ბიჭო, ამ ბუგად შეამჩნევ და უეჭველიტო. არა იმედი მოქვს ვერ დაგვინახეს, არა მე სხვა საკეთებ და არ ვიცი აზი არა ვარ, თორე დაცვის ხო იცოდნენ რომ ეს ბუგატი ჩვენ ყავს ეხლა და ეს ბუგატი შევიდა იმ პარკინგში, სადაც ავგუსტინის შვილი არის ზევით ასული. ცოტა საეჭვო გაიჩიტება, მაგრამ ნუ რა ვიცი, ავიდეთ ეხლა ზევით ვნახოთ რა ხდება. ზოგადად მაგოგოს რა უნდა ჩვენთან რატო ჩამოვიდა? სად არის აბა? აი, შავი ბენტლი დგას უეჭველი ეს ავგუსტინის შვილია და არა, ეს ავგუსტინის შვილი არ არის, ვიღაც სხვა არის. ავგუსტინის შვილი სად არის თო? არც და არ არის. ფრანკლინი ხო? უკაცრავად? ვიცნობთ ერთმანეთს? ფრანკლინი ხო? დიახ, ფრანკლინი. რა ბენტლია ჩემი. ხომე ლიზა ვარ. ჩემი დაგესაუბრა წეგან მობილურზე არა? დიახ, ლიზა და თქვენი და სად არის? აქ იყო ბოლოდ დაცვა და ესენი რო იყვნენ, საეჭვო იყო უკვე სიტუაცია და წავიდა მოკლედ რა. და თქვენ რატო დარჩით? ჩემი დაიყო მეთქი ვერ გაიგე, წავიდა უბრალოდ რომ გაგვერიდებინა დაცვა. დაბლა დაცვა აღარ არის, ვერ ხედავ? აბა ის მანქანა ვისი იყო თო? აშკარად ის დაცვა არ არის, გადავრჩით, всё, მაგრამ თქვენ დასრო ჩემთან საუბარი უნდა და მე დაგელაპარაკებით მაგაზე. ხა რა გამოვიდა რომ თქვენ
და ხარ და თქვენც ავგუსტინიშვილი ხართ? დიახ. ავგუსტინი ნახე ძმა რა ის ყოფილა რა ქარხანა დედასვიცა ვარ. უკაცრავად არა თქვენ არა იქ კამერაში ვლაპარაკობდი ანუ. სვაღო ავგუსტინ, კაი რას გაგიკეთებია ცხოვრებაში გოგოებია. მოკლედ პირდაპირ უნდა გითხრათ და დაგელაპარაკოთ ერთ ამბავზე რა. დიახ გისმენთ ხო რა ვიცი თქვენ გაინტერესებთ თქვენ ვადამ და მირეკამე და რა ვიცი ალბათ თქვენ იცით ყველაფერი. მოკლედ ჩემს დას ძალიან მოეწონა ეს ბიჭი რომელიც კონსოლზე იყო თქვენ ერთად ჩამოსული და მაგ ბიჭის ბედი აინტერესებს როგორც ბოლოს მითხრა რაღაც ვერტფრენი მოგითხოვია თავია კატასტროფაში მოყოლი ხართ მამა ჩემის კონსოლზე იქ რა გინდოდათ ნუ არ ვიცი მაგრამ ჯერჯერობით მეორე ხარისხოვანია და იმედი მაქვს მაგას ძალიან მალე გავიგებ და ის ბიჭი რა შვება ახლა? ნუ ის ბიჭი თუ გაინტერესებთ იმ ბიჭის მდგომარეობა ძალიან სულად არის ახლა და სიკვდილს ებრძვის რა. ой რა ცუდია. დიახ და ნუ გადარჩენის შანსები დაახლოებით 3%-ია და სიმართლე გითხრათ ყველაფერი არის მამა თქვენზე დამოკიდებული. რასე მამა ჩემი რა შვეშია? მოკლედ თქვენთან ერთად მინდა რომ შევხვდეთ აქ ძალიან დიდი ამბები არის რა. თხონა მექნება რომ მამა თქვენთან არაფერი არ თქვათ. ფრანკლინი და ეს სიჯი დეგენი არ ახსენოთ. საერთოდ არაფერი არ თქვათ. ერთი აი უბრალოდ ერთი მინიშნებაც კი არ უნდა გაიგოს მამა თქვენმა. უკაცრავად თქვენ იცით მამა თქვენი რა საქმე ანობს? ჩაის ბიზნესია. ჩაის ბიზნესია ავგუსტინსა რა. და ამ ჩაი ჩოულობს ამდე ფულსა რა და ეს კუნძული ჩაის აქა რა. ჩაი, ღვინო, ყურძენი, ყურძის ფანტაზიები გვაქვს ჩვენ მაგ კუნძულზე. უკაცრავად რა როგორ საუბრობ თქვენ მამა ჩემზე? კარგით მოკლედ ყველაფერს აგიხსნით. მტკიცებულებები მაქვს, კადრები მაქვს. უკან რომ მანქანა ხო ხედავთ? დიახ. აი ეგ მანქანა მალე მამა თქვენის კუნძულზე იქნება დამიჯერეთ. რანაირად რა უნდა მას მამა ჩემის კუნძულზე? იმიტომ რომ ამ მანქანის მოპარვა მამა თქვენმა შემიკვეთა რომ სიჯისთვის თირკმელები ეყიდა. რა? თუ ჩემი არ გჯერათ. ეხლა ეს მანქანა კაკრას მამა თქვენთან მიმყავს. აი, რეკავს. ერთი წამი? ვინ ეკავს მამა ჩემი? ერთი წამი? გისმენ ავგუსტინ. ფრანკლინ, ჩემო ბიჭო, საცხარაბამდე ხას ხა გელოდებით? ისიც მე ვარ. ღმერთო ჩემო. აი, ისა ავგუსტინ, ბოდიში რა ცოტა ვაგვიანებ. რას ნიშნავს ბიჭო აგვიანებ შენი ძმაკაცის ფეხებზე კიდია? ისიც მე ვარ. ეს დავიჯერო მამა ჩემია? მოდი ვარ ავგუსტინ, всё, გზაში ვარ უკვე ცოტა გამეწელა ამ მანქანის მოპარვა, მე პატრულები და ისინი დამბზავდნენ. მოდი მალე, ის მოიცილე უკვე? მოვიცილე ხო და გადავაგდე ზღვაში. რა? მე ვარ არა და ვიტყუები. ძალიან კარგი, მოდი ჩემთან. აჰა, გაიგონა შენი ყურით? ვინ მოიცილე გაფიცებ? მაიძულებს ეგ ადამიანი რომ სხვა ადამიანები დავხოცო, მაგრამ არავინ არ მომიცილებია, ეს ადამიანი ჩავსვით ფრინავში და გავუშვი. ღმერთო ჩემო, აუცილებლად ჩემი და უნდა ვნახო. შეხვედრას დავთქვავ. და იმ ადგილას მოდი აუცილებლად და ყველაფერი მტკიცებულება მჭირდება. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდა შენი ყურით ხო გაიგე ეხლა? აუ, არ ჯერა ღმერთო ჩემო, მამა ჩემო ესეც სადისტია დავიჯერო? მამა თქვენი ჩაით და ღვინით არაკეთებს ამფულს, ეხლა წავედით, თორემ მეც მომკლავს. სიჯისაც გამოერთებენ აპარატიდან. და ნუ ესე რა. და ჯერ რა არის, მამა თქვი ჩემი 450 მილიონი აქვს. რამდენი? 450 მილიონი. და 70,000 რო თხოვე პენტელში დამიჟოშკა რა? რას ვიზავთ ბიძია, მამა თქვენია, მამა ჩემი კი არა. კარგი, წადი, შეხაკობნა. ხვალ საღამოს. კი ბატონო, ხვალ საღამოს დამიკავშირდით. ეს კიდევ კაი გაგვიმართლა, რომ ეხლა ავგუსტინმა აქ დარეკა კაკრას ამ გოგოსთან რო ვიყავით. წავედით? აი ეხლა ნახეთ, ეხლა დაიწყება წინ აღზევება, რასაც ვქი, ამ გოგომ დაიჯერა ყველაფერი, თავისასაც რა თქმა უნდა დააჯერებს, თავის დას კიდე სიჯი მოსწონს. და ნუ სიჯი, აი როგორ დაემთხვა ყველაფერი წარმოიდგინეთ, აი რაღაცა რო არსებობს რა. თავისა სიჯი მოწონს, სიჯი აპარატზია და სიჯის გადარჩენით კიდე მასშანტაჟებს ავგუსტინი რა. აი ყველაფერში დაგვეხმარებიან საერთოდ ეს გოგოები, ყველაფერი იქნება ისე როგორც საჭიროა და ისე როგორც, აი უნდა იყოს ჩემი აზრით რა და წავედით ახლა ავგუსტინთან რაც შეიძლება მალე. ოკეი, შემოვტეხოთ ესე ფრთხილად და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ CS:GO Fastest Link-ზე ვინც გადახვალ და გაევლით რეგისტრაციას მიიღებთ 1K-ის უფასოს, სადაც ნებისმიერი სკინი შეიძლება ამოგივიდეთ. ამიტომ აუცილებლად ვისაც ჯერ რეგისტრაცია არ გაგიულიათ, გაიარეთ და მიიღეთ 1K-ის უფასოდ. ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast, რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA 5 არის ჩვენი და ერთზამი ვახშენი. უფასოს სკინი ხوار უნდა აქვინოს სხვათა შორის, შეგიძლიათ გადახვიდეთ აღზარა შემდებარე ლინკზე, გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომოკოდით AMIGO ZARKU და მიიღოთ პლუს 1K-ისი რენდომად უფასო, სადაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ. ამიტომ გადადეთ აღწერაში მდებარე ლინკ. და ესე მოვედით სახთან და რა იყოთ ბიჭო, ადგილი მაინც გაგენ თავისუფლებინათ ამ მანქანისთვის. აგერ მოაყენე წინ აგერ. გამოსულა ეს გარეთ. დავაი, დავაყენებ აგერ აქ როგორც უნდა. აჰა. აი მანქანა მესმის. ვახ ბოს, რა მოგარი რაღაცა კილოთონ შენაძეს. ხო, ბოსმა იყიდა, აბა რა, როგორ მოგწონს? ძალიან კაია იყო ჩა ფრანკლინ. ორივე თირკმელი შენი ძმაკაცისთვის გამზადებულია და დღესვე გადაუნერგავენ. ყოჩა შემობიდო.
აი, ესი არ ჯობია ბიჭო, თანამშრომლობა. თავისუფალი ვარ დღეს. თავისუფალი ხარ ძმაო. და მისმენე ექიმები რა ასახენ გადარჩება ხო უეჭველი ან ტყუილად ხო არ ვაკეთებ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ჩემო ბიჭო, ხალხ დავალებები გვიქნება ზეგაც. ეს ნელა ორგანოებს უყიდით, ადაუნერგავთ, დონორები მოვლენ. თავარი ამისი ტვინი მუშაობს და ბებია ახსოვს. კარგი, წავედი მაშინ მე და დარეკით. კი ბატონო, აბა კარგად იყავი. ეხა მოკლედ რა. ბოს რა უყოთ მანქანას? კონტეინერი თუმცა და აიყვანეთ გემზე. არის ბოს. აჰა, ხო თქვი. კონტროლზე მიყავთ უეჭველი ეს მანქანა რა. და ეს ჩვენი Lamborghini, რომელიც წინაზე აქ Bugatti-s წასაყვანად როცა მოვედით, დავტოვეთ და რა ვიცი, ვერ შეამჩნიეს რომ ჩემი იყო, ყველაფერი გაყვანილი ყავთ თავისი, მაგრამ რა ვიცი, წავედით, რა შემაინტერესებს, ეხლა თავარია ეს აქ არის და ეხლა ვიღარა ეკავს. გისმენთ? გაუმარჯოს მე. გისმენთ? გაუმარჯოს მე ბიჭო, რას მისმენ? რომელი ხარ? მე JJ ვარ. მისმინე. ის რა ქვია? შენ ფრანკლენი ხარ, ხო? ხო, ფრანკლენი ვარ, JJ ვიღა არისო? CG სადარი ბიჭო, CG. CG არის ის ადარი, ვინ კითხულობს? კითხარე ბიჭო, JJ. ჩამოვედით ახლა რა ნიუ-იორკიდან. საიდან? ნიუ-იორკიდან თო ბლეკ მამბა ხო სწორად ვეკოთ, მაუს რა მე ხوار შემეშალა თო. ერთი წამი CG-ს ვინ ხარ? CG-ს ბრატები ვართ ბიჭო, ნიუ-იორკიდან ჩამოვედით მეთქი რა გავიგეთ რაღაცა ცუდად არისო, როგორ არის ბიჭი თო? ხადაო ბიჭო, CG-ს თუ მაკაცები ყავდა, ამდენ ხანს სად იყავით ბიჭო თქვენ? ბიჭო, მოდი ერთი აბა გნახე შე. სად ხართ? ზმანების საყიდად და ვარ გასული რა გამოდი ერთი გამომიარე. ზმანების ჩამოხვედი ზამაკაცის ანახო და ზმანების საყიდად არა? ბიჭო, ზმანები მე ვასება მე, გამოვაკით რა. აი, მოდი ვარ, ესეთი არ გამიგი არაფერი. ლოკაცია ჩამიგდე, სად ხარ? რა ვიცი, მაო ნიუ-იორკიდან ჩამოვედი რაღაც პლაჟში, შემხვდა მე პლაჟში და მე აქ წამოვედი. ზმანები დავინახე და მეთქი ეგერევე უნდა დავიტრიოთ ხო და შევჭერდი რა. კაი, ჩამიგდე ლოკაცია რა. რა? ლოკაცია. ხარეშიც მა. ვინა ვარო JJ-ო, JJ, CG, საღოლზმა მაგარი სახელები გქონდა და ნიუ-იორკიდან ჩამოვიდნენ ტიპები? ვაუ. სუკე მომწონს რაღაც გახურებების სუნიმცემს. აჰა, აგერ ლოკაცია. ერთ-ერთ ძვირიან ქუჩაზე ტანსმელების მაღაზიაში. საღოლზმა, მაგრამ რა ვიცი, CG-ს თუ მაგაცები ყავდა ნიუ-იორკ. მამეთ ის ნიუ-იორკელები ხო ახსენებდა ხოლმე, მე ხსოვით ნიუ-იორკიდან დავარეკავ დეტროიტიდან ბიჭები ჩამოვლენ და რაღაცაო რა და ალბათ რა ვიცი, CG-ს თუდად ყოფნა ჩავიდა იქამდე. გაიგეს და ჩამოვიდნენ, მაგრამ ვინ ჩამოვიდა ერთი კაცია ჩამოსული და ნუ კაროჩე რა. კაი, ყოველ შემთხვევაში წავიდეთ ნახოთ და რაღაცებში დაგვეხმარება რა. ნუ რა ტიპია მაგას გავიგებთ ახლა. CG-სნაირი როჟა თუ დაგვეხმარება და სხვანაირი ტიპი თუ ახლა რაში გვინდა რა. ოკეი, ეს ქუჩა შევხუიოთ აქ და ეს არის უეჭველი ეს არის გაუმაზავ. ბარსესკა გადმოგდებული აქ თან. ბლეკ მამბა, ამაზე მე ლაპარაკებოდნენ არა? რა ტიპია ჩემი წითელი კოროატე გიყავს. JJ არა? აბა რა, ჩემი ძმა სად არის თო როგორ არის? არ გაიგიათ მაგის ამბავი? ძმაო რო გავიგე რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს სიცხეო ისა და მაგონჩი ჩამოვედი რა წამლები გამომატანა ბები ამის მო. რა? წამლები მიტევს საგერტო ბები ამის ბაინერულად წამლები გამომატანა აქეთ. CG-ს ბებია ცოცხალია? რას ლაპარაკობ ძმა აბა? მიხადაობით ბები ამის ჩამოვიყვანოთ თო. რატო რაც უნდა მაგას ბებია? სამონტყოფოშია გადარჩები სექტორ სერვისის ტიპი. რა თქვი ბიჭო? სექტორ სერვისის ხო დაიწვა ავიაკატასტროფაში მოვყევით და რა ვიცი მარტო გული და ტვინი უმუშაობს და ბებია. არ არსებობს ძმა, რას ლაპარაკობ? ჩემი წამიყვანეთ როზერტ წამ. ბიჭები ჩამოსულები არიან სხვები ნიუ-იორკიდან, ზოგი საიდან წამოვიდა, ზოგი საიდან ხო ხტები არის. მე დეტროიტში ცხოვრობდი წამოვედი, მაგრამ ზოგი იქით აღმოსავლეთისკენ ცხოვრობს, ზოგი რაღაცა და ჩამოსულები არიან, რა ვიცი ხო და. ძმა რას ლაპარაკობ? გადარჩება ხო უეჭველი? გადარჩება, მაგრამ იმენ მაგის გარჩენისთვის მაგარი ომებია, მარტო მე ვარ რა. გაიჩერდი ეხა მარტო შენ არ იქნები მან. აგერა ვარ მე ის. ეს უკვე მომწონ. შენია ეს კორვეტი? ჩემი აიქდოს აქ, წამოდი შენი მანქანით ავიდეთ, ლამბოები მე ვასება. დამო მაშინ დაჯი და თან გზაში დაველაპარაკოთ. CG-ს ნახე რა ძმაკაცები ყოლია? ჩემი ბებიამის არ გაიგოს თორე ქალი ცოტა გახდება. ანუ ბებიამის აქ ვერ ჩამოვიყვანთ ვერანაირად, იმიტომ რომ ტვინის 1% მუშაობს გონე და ისიც ბებია ახსოვს მარტო რომ შეაერთეს. ჩემი, ბიჭო, არა და ბებია როგორ უყარს თო? ვიცი როგორც უყარს მაგას ბებია, ყველას ბებო როგორაო მაგას უყიროდა. ვიცი მაგის უდებით გამოვიწერეთ ნიუ-იორკში ჩამოვიდა და რავი რა. CG-ს უდების შეძენა თქვენს უგნებავთ, აუცილებლად გადადეთ აღწერაში დებარლენგს და სტიკლებზე შეიძინეთ ჩვენი მერჩი და CG-ს უდები. კაი, ახლა ჩვენ იცი რა სასტუმრო არის აქ სადღაც საჯანდაბაშია ერთი ეს. Win. Big G. Win? Big G. CG, JJ, Big G, რა სახელები არის თო? ზმან, ნიუ-იორკი, დეტროიტი, სხვა მაფია, ვაფშე. ერთი ამას დაურეკე აბა. ჩემი, კაი. რომელი ხარ? რომელი ხარ გაწაგადე თავში, Big G? JJ? ბიჭო,
ბიჭო, ჩამოვედი ხა დღეს მე სათხარ შენ. ამიტომ სადო რაღაცა სტუმრო არის, მაგარი სასტუმროა ჩემი და ვერ ვიპოვეთ მაის რო არის. ვინ ჩემი ფეხებია ფრანკლინი თუ ვიღაც. რა თქვი ბიჭო? შეუ პატრონო, მანქანაში ვუზივარ აგერ მაგაში დებილო შენ. ვა, izvinit, izvin, ხოხდები ეხა უწყო ადამიანი რაღაც ის. ცოტა ჭკვიანად იყავი შენ ბიჭო, რა ვინ ჩემი ფეხები კი არა, ცოტა რაღაც აზე მოდი რა ელებს ბაზრობ ვაფშე. გაიც მაი ხურა მაგან. გაი მოკლედ რაღაცა Richmondio თუ Rich Hillsio თუ რაღაცა სტუმრო არის მან და ვარ მოდით ერთი აბა. მოდივართ მა მოდივარ. შენ დიდი ხანია ჩამოხვედი? რას მეჭორავები ბიჭო, მოდივართ ხო. გაი. Richmondio თუ Rich Hillsi აქ არის ექსასტუმრო როგორც ვიცი და დავაი გავიდეთ და ოპა ვიღაცები აქ აირტყავენ გული მიგრძნობს სიჯის ძმაკაცები, მაგრამ სიჯის ძმაკაცები არა მამათ როგორ უნდა ავარტყა რა ვიცი ჩემი ძმა არის იგივე და ეს არის აგერ ესასტუმრო. Richmondia რა? ეს არის აგერ და სად იქნება აბა ერთი თქვენი ძმაკაცი. ანუ რამდენი ტიპი ხარ ჩემს წამოსული ნიუ-იორკიდან? ანუ მე წამოვედი, ეს წამოვიდე და Sky და ჩვენი ძმაკიდე თავი წამოვიდნენ რა. აუ ანუ 4 წამოხვედით? 4 ძმა გავიგე თუ არა, იქ ერთი 10 კაცი დავტოვე და 4 წამოვედით რა. ოპა, ეს უკვე მომწონს Black Mamba ხურდება და ეგ, შეტეხე. აქ. ოპა, ეს არის Big G ხო? Big G OG, ნებისმიერ თუ გინდა OG და დაუძახეთ თუ გინდა Big G. GGG, ოკეი და ვაუ. რა თქვი ბიჭო შენ წეღან ჩემზე? აპ, გაჩერდი ხაცმა. ეს იგი შეიხარა რა, ვისენე ჩვენი ძმაკაცებს. თუ თქვენი ძმა არის, ამდენ ხანს რატო არ ჩამოხვიდით და რატო არ დაინტერესეთ? რა ჭირს, რა გასაჭირშია? გეყოს ბიჭო, შენ მაგას რო გეკითხები, იქნებ ჩვენ რა პრობლემებში ვიყავით იქით. აი ხა მე აჭირე შენ ბიჭო. რა პრობლემებში ვიყავით და სწორს გვეუბნება აგერ ძმაო კაცი. თუდად არის ბიჭო, მე ბებე ამის წამლები ხო გამოგატანაა რა. წამლები უშველის, მაგას იცით რა ჭირს? რა ჭირს და ბიჭო 1% უმუშავებს თუ ვინის. და თირკმელები არაფერი არა, კაც და მარტო გული მუშაობს. რა თქვი ბიჭო, რა მოხდა? რა მოხდა და ავიაკატასტროფაში მოვყავით ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც ერთი ჩვენი მტერია რა და ეგ მტერი მაგ მტერის ხელში ახლა სიჯი რა. დაავბომბოთ მაგათი. ვინა ბიჭო, ჩვენი სიჯი უნდა დაჩაქ რა. აუ, ბებო მარ გაიგოსტო. ბებიამის რა ქვია? ლაურატო. ესე იგი ლაურა ბებია რა. აი მანქანებით ხართ. კაი, ესე იგი რო რამე საომად მზად ხართ. მზად ვარ, რას ქვია მზად ვარ. ისინი სად არიან ბიჭო, Sky და ის მეორე რა ქვია იმას მავიცლება რა. სავაჟიო თუ ვიღაცა რა ვიცი, რეპერი არ დაიყენა კვირა თუ და ეს რეპერები რაც ამტიამ სიჯიმაცა იმან. კაიმ და აუ, კაი და ჩოპას ამბავიტო. იცნობდით მაგათაც? როგორ ეს ქვია არ ვიცნობდით, გავიგეთ. რა მოხდა? მოკეთ გწელი ამბავია რა. ამიტომ ხარინდა ვიდეოში გავაგრძელებთ მაგაზე საუბარს და უნდა დავგეგმოთ ესე იგი ჩვენ ავგუსტინთან ყველაფერი რა. ავგუსტინი თუ ფლამინგო ვინა? გაიგებთ, მაგის ხელში ეხა სიჯი. ესე იგი ავგუსტინი უნდა დაუბომბოს. ომი გარდაუვალია. დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.